მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მინდა გავარშიოთ ჩვენ როგორი თემა. კაცი, რომელსაც შენ ნამდვილად იმსახურობ, როგორია? იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიძახეთ ხოლმე რომ მე მინდა სადღაც მამაკაცი მყავდეს, მე მინდა რომ მყავდეს ისეთი, მაგრამ შენ თუ ხარ ის ქალი, რომელსაც სჭირდება ის კაცი, რომელიც თქვენ დაუშვათ შენ ფიქრობ, რომ ის არის აი ჩემთვის სათანადო. ან საერთოდ როგორია ეს, ხო? ჩვენ რა თქმა უნდა ჯერ გავაკეთებ სიგნიფიკაციას, ვნახავთ თქვენ აქ ვინ არის, ვისთვის იქნება ეს ინფორმაცია და მე მაქვს აი რამდენიმე კითხვა გამზადებული და ვნახოთ აი ასეთ ქალს, რომელიც დღეს გამოვა, როგორი კაცი უნდა ყავდეს გვერდით, როგორ კაცს ემსახურებ შენ, ხო? იმსახურებ, ხო? ბოდიშით. კარგით, всё, მოდით ვნახოთ ახლა სიგნიფიკაცია გავაკეთოთ, როგორი გოგო ხარ, როგორი დედოფალი ხარ, აი ესე ვნახოთ, ხო? და მე უკვე ვნახოთ, აბა ასეთ გოგოს, როგორი მამაკაცი სჭირდება, შეიძლება იცნობ თქვენს პარტნიორს, შეიძლება უკვე ყავთ თქვენ ეს ადამიანი გვერდით, ნუ ვნახოთ, შევამოწმოთ, ხო? ვნახოთ, აბა, ვნახოთ. Так, გეგმები. ნუ აქ ნახეთ, აქ მოდის სრული განულება, ორი მაღალი არკანი. ენერგიები როგორი გაქვთ, იცით? აქ პრინციპში ნახეთ, აი მე რას ვეტყოდი, აი აქ ადამიანს აქ უკვე ისეთი ენერგია წამოვიდა, რომ თითქოს აი მინდა რაღაცა, ანუ შინაგანად მიდის აი ესეთი მომენტი, რომ მინდა ყველანაირი ჩემი თუ რამე მაგ მიჯაჭვლება, ყველაფერი მინდა რომ წავიდეს, მინდა გამთავისუფლდე, მინდა, იმიტომ რომ უკვე რაღაცნაირად აი როგორც ფონტანი რა, ისეთი ენერგია არის უკვე თქვენში, რომ მინდა რომ ნამდვილად ვფიქრობ, აი მიდის განულება, რას ნიშნავს, იცით ახლა აგიხსნით ორი წამით. საერთოდ ჩვენ გვაქვს რაღაც პროგრამები, ყველას აბსოლუტურად ეს პროგრამები რას ნიშნავს? ანუ რასაც ჩვენ ვართ მიჩვეულები, დაუშვათ, ანუ ეს შეიძლება ტრადიციიდან გამომდინარე, სოციუმიდან გამომდინარე, არის პროგრამები, რომელიც სულს კიდე აქვს თავისი ძველი პროგრამები, საგვარეულოს პროგრამები და ასე შემდეგ, რომელიც ჩვენ გვიშლის ხელს. ნუ მაგალითად, ახლა სიტყვაზე არის ესეთი პერიოდი შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში, სადაც ქალი თვითონ აკეთებს თვითრეალიზებას, ქალი, რომელიც თვითონ მუშაობს, რომელსაც თვითონ აქვს ბიზნესი, რომელიც შეიძლება მამაკაცზე უფრო მეტი აქვს შემოსავალი, მაგრამ ასეთ ქალს, მაგრამ არის პროგრამა, როგორი იცით, აი მე მაგას ვამბობ ხოლმე, როცა გეუბნებით აი Facebook-ში და რაღაც სოციალებში რო წერი აი ასეთი უნდა იყოს, ესეთი უნდა იყოს მამაკაცი და ასე შემდეგ. ეს ნახეთ როგორ მუშაობს. როცა უკვე ჩვენ შემოვედით სულ სხვა ეხლა ვიბრაციებში რა, ბევრი რაღაცა ძალიან იცვლება ყველაფერი აბსოლუტურად, მაგრამ ის ძველი პროგრამები ჩვენ გვიშლიან ხელს, იმიტომ რომ ნახეთ, ეხლა არის მე როგორი მომენტი, ახალი ფაილები არ არის, ჯერ რაც ჩავდეთ ჩვენ თავში და გავაგრძელოთ ბედნიერი ცხოვრება, მუშაობს ჯერ ეს ძველი ფაილები, რომელი დაუშვათ, მამაკაცი ვალდებულია, რომ აი ეს და ეს გააკეთოს ქალისთვის. მე უნდა მყავდეს კაცი, რომელიც თქვათ, სულ ყველა ჩემს საჭირო თქვათ მომენტებს დამიხურავს, როგორ არის ქართულად ახლა. ნუ მივხვდით თქვენ, ანუ დაუშვათ ახლა დახურავს ყველა ჩემს მოთხოვნას, ხო? მოთხოვნილებას, ხო? ნუ ჩემ ქართულს მიიჩვიეთ თქვენ. ხო, მთავარია ჩემთვის რომ გაიგოთ. და არ შემოდის ეგეთი ადამიანი, გაიგეთ რა ხდება? და მე მიდის რა? მე მიდის ჭუბი დაუშვათ, უსიამოვნება, რომ აი რატო არის ეგეთი? კიდე უნდა იზრუნოს ჩემზე და პლუს კიდე ნახეთ, როცა კაცი შემოდის ცხოვრებაში, ვიღაც თუნდაც ახალი, თუნდაც პირველი არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ გვინდათ როგორი მზრუნველობა, იცი? რაც არ მოგცა მამამ, ან რაც მამა გვაძლევდა გააგრძელოს ამ საწყალმა კაცმა, ხო, რატომღაც აი ეს გვაქვს ჩვენ გვეცნობიერად ზოგ შეიძლება. ან
ის ადამიანი, რომელიც იქნება ჩემთვის სათანადო, მაგ იზრუნებს ჩემზე, როგორ რაც მე არ მომცა მამამ, რაც მე არ მომცეს там ჩემი ქმარი, კიდე ვიღაცა პარტნიორი, რაღაცა, რაც ყველა მაგათმა არ მომცეს, უნდა მომცეს ამ ახალმა პარტნიორმა. გაიგეთ, ანუ ვაკისრებთ მაგას ამ ყველაფერს. ეს არის ძველი პროგრამები. ამ ძველი პროგრამებით ჩვენ შევდივართ ურთიერთობაში და მე ეს ყველაფერი ჩვენ გვიშლის ხელს ახალი ურთიერთობა რო შევქმნათ, იმიტომ რომ ვგრძნობთ ჩვენ რომ რაღაცა შეიცვალა სიტუაცია, ქალები შეიცვალენ. ეხლა კაც პრინციპში ეხლა ვალდებულებას ანუ არ იღებენ და უფრო მსუბუქი ასე წოდებული ურთიერთობა უნდა, რატომ? იმიტომ რომ ადრე ეხლა რისთვის უნდა ხო ცოლი, რა თქმა უნდა სექსისთვის, იმიტომ რომ ეხლა გაიხსენეთ ეხლა ჩემი თაობის გოგოებმა, რომ რა თქმა უნდა ეხლა როცა ბიჭს უნდოდეს შენ და მოეწონე და თუ გინდა სექსუალური ურთიერთობა, უნდა მოგიყვანოს ცოლად, აი იყო ეს მოტაცებები და ასე შემდეგ. და მე რა უნდა კაც რა თუნდოდა ცოლი გამირეცხოს, საჭმელი გამიკეთოს, მომიაროს, მომცეს თქვათ ეს სექსი, ხო? მაგრამ მთავარი, ნახეთ დარჩა, მთავარი არის რა? ეხლა კაც შეუძლია თვითონ გარეცხოს, შეუძლია ნებისმიერი სექსი რანაირიც უნდა, ვაფშე პრობლემა არ არის, საჭმელს მოუტანებენ სახში, სახსაც დაულაგებენ. დარჩა ეს ერთი რა, ანუ ზუსტად ეს სითბო, ეს სიყვარულიც დავარქვათ, ეს ზრუნვა მაგა ქალური, ქალი, ქალს, ზრუნვა აღარ არის ის, ვაიმე, რატო დამივარდეთ? ზრუნვა ის, რომ თან კაცი დამივარდა, ნახეთ, დაკლების პეპეს სწორედ ვამბობ, კაი. ანუ სითბო, მოფერება და ასე შემდეგ. რასაც ჩვენ რატომ არ ვაძლევთ? იმიტომ რომ ეს უკვე ძველი დადგენილება გვაქვს თავში. უკვე ქალს შეუძლია რომ თვითონ დაუშვათ იმდენი იშოვოს, რომ კონდეს დაუშვათ თუნდაც გადასახადებსაც კარგად იხდის, ჩაცმედაც ყველაფერს კარგად იცმევს და ხდება ხებსაც დაეხმაროს, ხო? მაგრამ როცა შედის ურთიერთობაში, მაინც ეძებს აი ისეც, რომელიც იგი გაუკეთებს მაგას, იმას, რაც უკვე თვითონ აკეთებს, ხო? და არ არის უყოლა ეხლა ეგრე, მე უკვე გადადის რა, მე მინდა უკვე სიყვარული. ანუ ეს არის როგორი მომენტი, იცით, ეს ძველი პროგრამები გვიშლიან ხელს ჩვენ რომ შევქმნათ ახალი ურთიერთობა. გაიგეთ რა ხდება და ამიტომ აი აქ შეიძლება თქვენ ხართ ზუსტად აი ამ თემაში რა, ზუსტად იმ ცდილობთ რომ ეს ძველი პროგრამები, რომელიც თქვენ გიშლიდნენ ხელს, რომელიც თქვენ არ გაძლევენ საშუალებას რომ შევქმნათ ახალი ურთიერთობა, თქვენ ეძებთ აი ამ ფაილებს, რომელიც ჩვენში ჯერ არ დევს. გვიდევს ძველი კაცი ვალდებულია, ის კაცი ვალდებულებას არ იღებს, იმიტომ რომ მაგას უკვე ეს არ ჭირდება. რაც ჩვენ შეგვეძლო როგორც ქალები მიგვეცემთ რომ ისედაც აქ მაგ კაცებს უკვე ეს ყველაფერი, ხო? ჩვენ ვფიქრობთ, აბა რაღა გავაკეთო, ხო? აი ეს რაღა გავაკეთო, ზუსტად არის ახალი ჩასადები პროგრამები, რომელიც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ უკვე ეს ბედნიერი ცხოვრება. ნუ აი მაგაზე რა თქმა უნდა, ხა ჩვენ აქ თქვენ დროს არ დავაკარგეთ, რომ ზოგ შეიძლება ეს არ ჭირდება სულაც, მაგრამ ვისაც ჭირდება, კი იცით თქვენ რომ მე მაგ უამრავი ტრენინგი და კიდე ძალიან საინტერესო პროგრამებს ვამზადებ ასეთი ქალებისთვის, ვისაც უნდა ეს განულება, ეს ძველი ფაილების ამოღება დავიდან, ჩადება ახალი ფაილები, სადაც უკვე ხდებიან ისინი, ანუ როგორ უნდა გავაგრძელო მე ახალ ვიბრაციებში ეს ცხოვრება რა. ანუ მე მგონი ვეცადი რომ ამეხსნა, იმიტომ რომ ეს ძალიან გრძელი თემა, ასე ესეთ ფორმატში ვერ აგიხსნით, მაგრამ აუცილებლად მაგაზეც ვილაპარაკებ ჩვენ შემდეგში. ნუ ეს ვისთვისაც იქნება ეს ინფორმაცია საინტერესო. მაგრამ უბრალოდ რატო დავიწყე, იმიტომ რომ აი აქ მე ვხედავ რომ ადამიანს აქ ეს შინაგანი ბრძოლა და უკვე ცდილობს რომ გაანულოს ეს პროგრამები, რომელიც მას უშლის ხელს, გაიგეთ? ანუ მოიპოვოს ეს ბედნიერი ცხოვრება. კი, რაზეც გელაპარაკეთ, აგერ მაჩვენებენ კარტებს. კი ბატონო, კი ხო, ნუ კი. აი რას გელაპარაკეთ, კარტე მაჩვენებს. ნუ 10-იანი პენტაკლების, კი ბატონო, არის
მზის არკანი და არის ეთლის არკანი. ანუ რასაც მეუბნება ზუსტად იმას, რაც მე თქვენ აგიხსენით. მე მინდა ჯანსაღი ცხოვრება, მე მინდა ბედნიერი ცხოვრება, მე მინდა სიუხვით სავსე ცხოვრება, მე მინდა წინსვლა, მე მინდა ბედნიერება და ბედნიერებისკენ მე მივესწრაფები. ანუ აქ უკვე მე ბევრჯერ მithქვამს, რომ ჩემ არხზე ახლა ვერ გაჩერდებიან ადამიანები, რომელიც არ ვითარდება, ეს არის გამორიცხული, იმიტომ რომ ძალიან მძიმე ინფორმაცია გამოვა მაგათთვის. ვინც ვითარდება და ვინც აი ზუსტად აი ასე მსჯელოს, თქვენთვის იქნება ეს ინფორმაცია, რასაც გეუბნებით, მისაღები. შეიძლება, აი ესე მე ვცდილობ ყველა ვიდეოში ცოტა თქვენ მოგიყვეთ აი რაღაც მომენტები რა, გითხრათ, აგიხსნათ, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ჩვენ აქ არ მკითხავთ, ჩვენ სიტუაციას ვარჩევთ, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ფსიქოლოგიის წიგნები, ანუ ასე წოდებული ტარო, ხო? სხვადასხვა და რომელიც გვეხმარება ჩვენ იმაში, რომ გავიგოთ სინამდვილეში რა ხდება ჩვენში და ჩვენ სიტუაციებში, ხო? ჩვენ აქ არ მკითხავთ, ვკითხულობთ. Так, დედოფალი მაჩვენეთ, აბა რა დღეში მყავს დედოფალი, უკვე სად რა ეტაპზე არის. ბევრი აი აქ მაჩვენებენ ზუსტად. აქ ადამიანი ნამდვილად სწავლობს, ანუ ურთიერთობა არის სწავლა. ნახეთ, ადრე არ ქონდა ამდენი არც მასალები, ადრე როგორ იყო, რა უნდა და ურთიერთობას ხო, გავიცანი, ან მეგობრებში, ან სადღაც, ან საქართველოში ეს გარიგებები რო იყო კიდე ღმერთო ჩემო და ანუ ეს ყველაფერი იყო ვითომ ფიქრობდი ადვილი, მაგრამ კი ბატონო, ცოლად მოგიყვანა, მაგრამ მერე, აი ეს მე ზღაბრებში რო არის, ხო? რო თქვათ, ეხლა დაგორწინდნენ და всё, დამთავრდა, მაგრამ იმის მერე რა იყო? აი ეს იმის მერე რაც არის, ეს არის მნიშვნელოვანი და მთავარი. ხო და აი აქ უკვე ადამიანი მაგას იცის, ეხლა გვაქვს უამრავი საშუალება, რომ ვისწავლოთ ეს მერე, როგორ უნდა განვახორციელოთ კარგად და ბედნიერად. ხო ხტებით რა? დაუშვათ, რა თქმა უნდა, ეგ უნდა ისწავლოთ. ვისაც ეხლა უნდა თავისი ბედნიერება, იმიტომ რომ ცხოვრება გრძელი, არა აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ახარ, მაინც ყოველს ჩვენ გვინდა რომ ვიცხოვროთ ბედნიერად, ამისთვის უნდა რაღაცა ვისწავლოთ, შევცვალოთ, თუ დაუშვათ ჩვენ რაღაცა არ მოგწონს, თუ ყველაფერი მოგწონს, რაზე ლაპარაკი. კი ბატონო, არის ახლა სხვა არხები, სადაც ახლა აგიხსნიან, რომ დარეკავს თუ არ დარეკავს, ხო? ჩვენ აქ სწავლობთ, აი აქ ადამიანებს უნდა რომ ვისწავლოთ, ჩვენ ის როგორი უნდა იყოს ეს სიყვარული და სტაბილური ურთიერთობა. ამიტომ ჩვენ ამას ვაკეთებთ. კი ბატონო. კი, ზოგჯერ შეიძლება ჩვენ ბევრი რამე არ მოგწონს, რასაც ჩვენ გვთავაზობს სამყარო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მივდივარ და მაინც ჩვენს და ეს ძნელია, კი, აი მაჩვენებენ კიდე. არის შინაგანად, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, როცა შენ ყველგან გეუბნებიან, რომ მამაკაცი ვალდებულია, რომ შენ აი ეს გაგიკეთო საჩუქრები, გაჩუქოს, აი ეს გააკეთოს, ეს გააკეთოს, ძნელია, როგორ არის ახლა შენ მიდე და თქვი, რომ კი ბატონო, всё, ამისთვის მე კაცი არ მჭირდება. აბა რისთვის მჭირდება? კითხვა იბადება, ხო? და რა თქმა უნდა, ამ პროგრამებზე მუშაობა, ეს არის დისონანსი რა, თითქოს აი ძნელია რომ ამოიღო, მაგრამ შესაძლებელია. აი ეს არის მთავარი. რომ იმიტომ რომ ეს კითხვები შენ რო გაწუხებს და გულს რო გტკენს, ხო, შენ ფიქრობ უკვე აი დისგარმონია იმიტის, გაიგეთ? იმიტომ რომ მე ვიცი რომ ეს ყველაფერი უნდა ამოვაგდო მე ჩემი თავიდან და მიდის გაურება. იმიტომ რომ თან ხვდები რომ რაღაცა ხვდები რაღაცა არის სხვანაირად უნდა შევხედო სიტუაციას, მაგრამ რაღაცა მიშლის ხელს, ხო? იმიტომ რომ შეიძლება და ქალები გეუბნებიან, გოგო ჩართი ტვინი, სხვა შეს გუშინ მყავდა ერთი გოგო და ისა რა ქვია, უცხოელი ეს გოგო და ანუ ფსიქოთერაპევტთან გაუშვეს ეს გოგო, იმიტომ რომ ურთიერთობა აქ ბიჭთან, რომელიც არის მაგაზე უმცროსი, ცოტა არ ლაგდება და გოგო მოვიდა გაგიჟებული, რა მინდოდა წვენებში, რაც მინდოდა იქ რაზე წავედი, იმიტომ რომ როცა შენ უყურებ, მე საერთოდ მიყვარს ძალიან ფსიქოლოგები, რომელიც არიან ეზოტერიკული განხრვის რა, იმიტომ რომ სხვანაირად ძალიან რთულია ბევრი რამის ახსნა, აი ძალიან ბევრი, იმიტომ რომ გამოცდილებიდან გეუბნებით რა, იმიტომ რომ არის სიტუაციები, როცა ვერ ხსნი შენ, რატომ იქცევი მასე, რატომ ეს გემართება შენ, იმიტომ რომ ძლიერი ლამაზი ჭკვიანი ვარ, ყველაფერი აბსოლუტურად კარგად არის,
სიტყვაზე ხა twinits მაყოლები, მაგრამ რაღაცა არ ლაგდება. აი ეს რაღაცა არის ზუსტად მოსაძებნი და აი აქ მიდის ზუსტად ადამიანში აი ეს მომენტი რომ ცვლილება რომ მე მინდა გავიგო ეს რაღაცა, მე უკვე აღარ მინდა რომ თქვა სულ მქონდეს გულის ტკენა, ნერვიულობა და ასე შემდეგ. აღარ მინდა ეს უკვე მე რა, უკვე ნერვებს მიშლის ეს ყველაფერი, მაგრამ რა გავაკეთო? არ ვიცი, მინდა ეს ახალი პროგრამები, კი. აი, კი ბატონო და აქ, იმიტომ რომ ადამიანს უნდა რომ კი ბატონო, მინდა სიყვარული, მაგრამ მე მინდა რომ ეს გავიგო ეს სხვანაირად ნამდვილად როგორ მინდა რომ მე ჩამოვაყალიბო ურთიერთობა, ვინ არის ეს ადამიანი, რომელიც სინამდვილეში არის ჩემი, რომელიც რომელთანაც მე ვიქნები კარგად, მაგრამ დამიჯერეთ, ეს არ არის ესეთი ადგილი სიტუაცია, აქ არის საჭირო სამუშაო და მოვძანდეთ ჩვენთან კლუბში, თუ რამე გაინტერესებთ, ჩემი დახმარება უშუალოდ გინდათ კლუბში ჩვენ გვაქვს უამრავი მედიტაცია, უამრავი ტრენინგის მინიმუმი ვაკეთებთ რაღაცებს და კიდე ძალიან საინტერესო გეგმა მაქვს სამომავლოდ იმათთვის, ვისაც ნამდვილად უნდათ რომ გქონდეთ ბედნიერი ცხოვრება. რას ნიშნავს ბედნიერი ცხოვრება? როცა სულ ყველა სფეროები მაქვს დალაგებული, როცა მე ვარ კარგად ფინანსურად, როცა მე მაქვს ჩემი პირადი დანიშნულება, როცა მე მაქვს ჰარმონიული ურთიერთობა, აქედან გამომდინარე მე ვარ ჯანმრთელი, ლამაზი და მშვენივრად გამოვიყურები, ხო? აი ეს არის ჩვენი სურვილი. და რა თქმა უნდა, თუ მკითხავთ, რომ შესაძლებელი, კი, მაგრამ რა უნდა გავაკეთო ამისთვის, უნდა ბევრი რაღაცა შეცვალო შენში და არა იმ პარტნიორებში და იმ ადამიანებში, ვინც შენს გარშემო მყოფები არიან. რატო ზოგჯერ მაგას არ ვაკეთებ? იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მე კარგი ვარ, მაგრამ თუ ასეთი კარგი ხარ, რატო მაშინ უყურებ გაშლებს და იმაზე რომ რა სიტყვის, რას დარეკავს არ დარეკავს, მოვა არ მოვა, რატო ურთიერთობა მანძილზე, როდემდე იქნება ის, რატო შეურაცხყოფას იმაყენებს, რატო არ პასუხობს და რა ეს შემდეგ. ესე იგი კიდე რაღაცა არის დასამუშავებელი, ხო? იმიტომ რომ შეიძლება შენ წარმატებული ხარ, შეიძლება ფინანსურად კარგად ხარ, შეიძლება აკეთებ იმ საქმეს, რომელიც შენ მოგწონს და ფულიც მოაქვს, მაგრამ ჯანმრთელიც ხარ, მაგრამ აი ეს ურთიერთობის თემა არ აქვს მოგვარებული ბოლომდე. თუნდაც შეიძლება თქვათ, იტყვი რომ ნუ კი ჩვენ სტაბილურად კარგად ვართ, მაგრამ აქ არავინ არ იქნება ამ გაშლაზე, საერთოდ აროს გაშლას არავინ არ უყურებს, იმიტომ რომ არ არის ესეთი გაშლები, რომ რატომ ვარ ასეთი უზომოდ ბედნიერი, მიშველით რა მჭიეს. ნუ ეგეთ გაშლებს მე არ შემხვედრია მაგალითად, ხო? ხო და ამიტომ ყველას ახლა ვინც უყურებს, ეძებს პასუხებს, ეს ძალიან კარგია. ესე იგი ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ადამიანი უკვე დადგა ამ განვითარების გზაზე. ეს ძალიან მაგარია, იმიტომ რომ სული მოვიდა აქ. ეხლა ეგ როგორი თემა, იცი? აი დაუშვათ თქვენ ხართ ისტორიკოსი, მიდიხართ ექსპედიციაში, ხო? აი თქვა დაუშვათ რაღაცა ეგვიპტეში, ჩაღვეთ ექსპედიცია გაქვთ თქვენ იმისათვის, რომ თქვენ გინდათ გამოძიოთ კიდე რაღაცა, თქვათ საინტერესო თემა. მაგრამ მიდიხართ იქ და მარტო ზღვაზე წევხარ და ფიქრობთ, რომ ეხლა მე ახლა ზაგარს მივიღებ და თავისით მოვა ეს ინფორმაცია. არა. ხრებს აკეთებენ, ხო? რაღაცებს ეხლა იძიებენ, რაღაცებს, ნუ თქვა, შეიძლება სირთულეებსიც უწევს, თქვა, ეხლა ამ ექსპედიციის დროს, მაგრამ სამაგივროდ რა, საბოლოოდ რო ბრუნდებიან, აქვთ ბევრი მასალა, ამას აყალიბებენ, მე ხდებიან ეს ცნობილები, მე ხდებიან სიტყვაზე ფულიც მოდის, ასე შემდეგ. აი, ასე არის სულის გზაც. რომ მოვიდა აქ, არა იმისთვის, რომ ეხლა მე ვიჯდები სახში პანჯერაში თუ ასე ვუყურებ და ყველაფერი თავისი დალაგდა. სული მოვიდა, რომ ეძებს, იმიტომ რომ პროგრამები რაც აქვს, მე ვეძებ, რა გავაკეთო, რომ გამოვასწორო. ზოგი იგივეს აკეთებს, ერთი და იგივეს წრეზე ტრიალებს და ვერ ხვდება, რომ რაღაცა უნდა გააკეთოს. მარტო ძნელია, მივდივარ სპეციალისტთან, აი მე რა ძვირია, ოკეი, გააგრძელი, ისე იცხოვრო როგორც არის, რატო ძვირი? იმიტომ რომ იმ ადამიანმა გენაცვალა, გაიარა იმ ხელაგზა და იმდენი რამე, მე რაც კურსზე მაქვს დამთავრებული, შეიძლება 1-10 ბინას უკვე კი შევიძენდეს ალბათ, მაგრამ ეს არ არის ის, რისთვის მოვიდა სული, ხო? სული მოვიდა იმისთვის, რომ განვითარდეს, მოძებნოს ეს თავისი ბედნიერება.
და ნუ მოიპოვოს რა და ამის მოპოვებაში ჩვენ ახლა რაღაც გაკვეთილებს გავდევართ და ცვლით იმ რაღაცებს რაც არის ჩვენში გამოსაცვლელი და მე უკვე ადამიანები ჩვენი წრე, ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ცხოვრების ხარისხიც იცვლება. თუ შენი ცხოვრების ხარისხი არ იცვლება, ესე იგი ნუ ზიხარ ერთი და იგივე სიტუაციაში და არაფერს არ აკეთებ და არ შეიცვლება. დამიჯერეთ რა, დამიჯერეთ ჩემო ლამაზებო. დამიჯერეთ. იმიტომ რომ ჩვენი მშობლები, ჩვენ მშობლებს არ ქონდათ იმდენი საშუალება, რაც ჩვენ ეხლა გვაქვს, მაგრამ ის პროგრამები, რაც ჩვენ მშობლებს ქონდა, ჯერ ჩვენში ცოცხლობენ და გვიშლიან ხელს. აი ზუსტად ეს პროგრამები უნდა მოიძიოს და მე დაამუშავდეს, უნდა უკვე ვთქვათ, კარგად ბრძანდებოდეთ, თქვენ უკვე всё, აღარ გჭირდებით და ახალი პროგრამები ჩავესვით აქ თავში და დავიწყოთ ახალი ცხოვრება, ახალი გზა. всё. მოდით ვნახოთ ახლა ქალი, ვნახეთ ჩვენ როგორი არის. ეხლა ვნახოთ მამაკაცი, როგორი მამაკაცი, აი ასეთ გოგოს ჭირდება, ხო? როგორი ჩვენ ახლა აღწერეთ. პირველი. ანუ როგორი ხასიათი აქვს ამ ადამიანს, ვნახოთ. როგორი არის ემოციური ფონი, როგორი აქვს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება აგრესიული იყოს, შეიძლება თბილი, ასე შემდეგ, ხო, როგორი ემოციური. სულიერად თვითონ ეს ადამიანი ვითარდება თუ არა, იმიტომ რომ საერთოდ უფრო ქალები ვითარდებიან, კაცებიც ნაკლებად, მაგრამ არიან ძალიან მაგარი მამაკაცები, რომელიცაც ნამდვილად მიდიან ამ გზაზე რა. ნუ ვნახოთ ეს თქვენ როგორი პარტნიორი გჭირდებათ, იმიტომ რომ ზოგჯერ სხვადასხვა ეს ადამიანი შეიძლება სულიერად მამაკაცი არ ვითარდება, მაგრამ იმდენ აძლევს ენერგიას ქალს, რომ თვითონ განვითარდეს ქალი, რომ მე მაზაც გადადეს, პროსტო შეიძლება არ აღიარებს, მაგრამ ნუ უნდა იგრძნოთ ეს რა. ვნახოთ მისი ეხლა აქვს თუ არა სამსახური კარიერა როგორი აქვს, რა სიტუაცია აქვს, ფინანსები ვნახოთ. ეხლა ამ წუთში რა აქვს პირად ცხოვრებაში მაგას. ვნახოთ ეხლა ჩვენ როგორი ურთიერთობა სურს ამ ადამიანს და რა შეიძლება თქვა, როგორი ურთიერთობა შეიძლება რომ მასთან გამოვიდეს. კიდე მე ვნახავ, თუ თქვენ უკვე მაგას იცნობთ, მე დავსვავ შევხედოთ ენერგიებით რა, მე დავსვით კითხვა, რომ აი თქვა დავუშვათ თუ იცნობთ უკვე მისი ფიქრები და ასე შემდეგ. მოდეთ ასე გავაკეთოთ ჯერჯერობით. აი ასე. Так, ნახოთ, ჯერ მისი ხასიათი, პენტაკლების მეფე, არა, ეს იგი დამევარ და ნუ ეს იგი ორი დასთა ავიღე ერთი და იგივე ერთი პატარა რეპლიკა და ერთი ისა, მაგრამ დამევარ და არა უშავს კი შემიძლია. მოდით ახლა თქვენ იქნება ის შორს წარეთ, არა უშავს. პენტაკლების მეფე. ვინ არის პენტაკლების მეფე? გოგოებო. ყველაზე მაგარი კაცი. რატო იცით? გეტყვით ახლა მე თქვენ. ანუ ხასიათში პენტაკლების მეფე არის როგორი ადამიანი, არ არის ჩქარი, არ არის ადამიანი, ამას უნდა ყველაფერი უნდა აწონ და წონოს. ანუ ადამიანი, რომელმაც უკვე, ანუ ხასიათში რა უზის, მაგას მატერიალისტია სხვათა შორის, უყვარს ფინანსები, უყვარს საქმიანი, ძალიან უყვარს ოჯახში ფუსფუსი, ეგეთი რაღაცები. იმიტომ რომ იდეალში ხა რა თქმა უნდა ეს მაგარი ბიზნესმენი, რომელმაც ხა გამოიარა ძალიან დიდი გზა და ეხლა უკვე даже შეიძლება იყოს მეცენატი. ნუ ეს არის იდეალში, მაგრამ ჩვენ მაგის ხასიათს ახლა ხო? ნუ როგორი დახასიათება აქვს ამ ადამიანს, რა შეგვიძლია გვითქვა. საერთოდ ნახეთ, არის სხვადასხვა კატეგორია პენტაკლების მეფეს. შეიძლება უბრალოდ ადამიანი არის თვითონ ნუ დაბალი ხარისხიც არის და მაღალი ხარისხით, მოდით ასე ვთქვათ რა. და აქ ახლა ერთი ადამიანის გაშლა არ არის ნამდვილად რა და მე ახლა თქვენს გააჩნია როგორი გოგო ხართ სიტყვაზე ხო? თუ თქვენ თვითონ დაუშვათ ხართ ბიზნესვუმენი, თუ გაქვთ თქვენი ბიზნესი, თუ თქვენ თვითონ უკვე ცდილობთ მაგალითად ახლა დაუშვათ მიაღწიოთ ნუ ბევრ რაღაცას ხო? ამ ცხოვრებაში ნუ ეგეთი ძალიან ძლიერი და ხასიათება მოგცეს ჩვენ ისედაც სიგნიფიკაციაში. აქ უკვე ადამიანი უნდა იყოს მართლა თქვენთვის ძალიან მაგარი ჩამოყალიბებული ადამიანი, რომელსაც ნამდვილად აქვს თავისი
საქმე, რომელსაც შეუძლია რომ დაუშვათ უკვე არა მხოლოდ თავის თავს გაუკეთოს თქვათ ის რაც სჭირდება ადამიანს და კიდევაც მიხედოს უკვე თქვათ ოჯახს, ქალს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ადამიანი რომელიც ზოგჯერ არიან ცოტა ძუნწები ეგენი რატო იცით იმიტომ რომ ეს ჩვენ მასე გონია მაგრამ საერთოდ ადამიანი რომელიც ქმნის თვითონ თავის ცხოვრებას და თქვათ მამაკაცები რომელიც ნულიდან ქმნიან თავის ბიზნესებს დაუშვათ ხო ეს სიძუნწე რაში გამოიხატება რომ ფლანგველები შეიძლება არ არიან თუ შეიძლება ხასიათში იჭდეს კიდე დაუშვათ თუ ასე ძალიან მაღალი ხარისხი არ ავიღო ჩვენ რომ რაღაც ძალიან მაგარი ბიზნესმენი და რაღაცა ზოგისთვის შეიძლება არის ის მომენტი რომ თქვათ უბრალოდ ადამიანი რომელიც მზად არის უკვე ოჯახის შექმნისთვის პლუს ადამიანი რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობის აღება პლუს კიდე ეს არის ადამიანი რომელსაც თქვათ ხა უყვარს ოჯახი ოჯახში რამის შემოტანა კეტება ანუ არის მიმართული უკვე რაღაცა სტაბილურ ურთიერთობაზე ეხლა აი ეგეთი ტიპაჟი პრინციპში უნდა იყოს რა უყვარს სახლი მე ხა არ მეყვარს ზოდიაკები და რაღაცები და არ დავიწყებ ნუ ხა უფრო საერთოდ პენტაკლები უფრო ყურუებსა ჩვენ უფრო მიწერ ნიშნებს რა ჩვენებენ თქვათ ხა შეიძლება ნუ არ დავიწყოთ ხა ამაზე იმიტომ რომ ასტროლოგია არ ვარ და მიქ არაფერი მესაქმება ხო ანუ ადამიანი რომელიც არის აი ძალიან ნუ მე მიყვარს ვაში პენტაკლების მეფეები იმიტომ რომ კი ცოტა შეიძლება ამათ ცოტა ემოციები როგორ არის იცით ეხა ემოციებს იმდენად არ გამოხატავენ ეგენი როგორც თქვა თასების მეფეს შეუძლია ხო ეგენი ცოტა სხვანაირი ტიპაჟები არიან გაიგეთ რომ უკვე იციან თქვა ცხოვრების ფასეს როცა უკვე მაღალ დონეზე არიან ასულები ხო იციან უკვე დაუშვათ რა არის თუ რამე გინდა რომ გქონდეს უნდა იშრომო და არა ისი დაჯდე თქვა და ასე შემდეგ. ნუ აქ ბევრი შეგვიძლია ელაპარაკოთ, მე ვფიქრობ რომ თუ ყავთ უკვე ეგეთი თქვენი სიდაც მიხვდებოდეთ რომ ეს თქვენი ტიპაჟი თუ არა და უკვე მე მგონი მიგახვედრათ რა ყოველ შემთხვევაში როგორი ადამიანი არის ეს. თანამდებობა შეიძლება გქონდეს ამ ადამიანს. ნუ ეს ხო გეუბნებით და ეს საჯაროში ცოტა რთულია, მაგრამ ნუ მაინც მე ვცდილობ სხვადასხვა დონეზე აგიხსნათ რა, რომ იცოდეთ თქვენ. ნახოთ, ემოციები, ხო. ემოციები არის მაგ რას ნიშნავს? ეს არის როგორი ტიპაჟი, საერთოდ მაგები არიან როგორი ადამიანები. უნდა იყოს ყველაფერი ისე როგორც მე მინდა რომ იყოს. ჩემი სიტყვა არის, ანუ ეს ადამიანები სხვათა შორის არიან, აი ზოგჯერ ხო ამბობენ თქვათ მანიპულატორი და რატო იცით, იმიტომ რომ даже манипуляторები კი არა, ანუ მე სიტყვა, მოდი გეხუწები. არა, ავანტურისტები. რატო? იმიტომ რომ ნახეთ, ანუ რისკიანები. ამათ ძალიან აინტერესებთ რა, იცით, რომ ყველაფერი რომ ახალი, ნოვატორები. ძალიან აი მაგარ რაც ეხება ემოციას, ძალიან შეიძლება ან ეგოისტიც იყოს, ამ ადამიანს კრიტიკას ვაფშე საერთოდ ვერ იტანენ კრიტიკას, უყვარს პირველობა ყველაფერში აბსოლუტურად და სხვათა შორის, ანუ ურთიერთობაშიც ყველაფერშიც მაგათი სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. გაიგეთ რა ხდება, ძალიან ესეთი ტიპაჟია რა. ამიტომ აქ даже თვითონ არის როგორ მაგასთან თქვენ რომ დაუშვათ, ნუ თან პლუს კიდე ამაყები და აპარტყონებიც არიან. აი ემოციურად, ნუ ასეთ ადამიანთან მაგალითად ძალიან რთულია რომ შეხვედის სპორტში დაუშვა, აი რამე თქვათ, ახლა დაიწყებ თქვათ, ნუ მე სპორები და ნუ შემიპასუხები, ნუ ძალიან ესეთი ამბიციურებიც არიან სხვათა შორის რა. ნუ საერთოდ აქ ახლა ესეთი, ნუ იცით როგორ არის? ჭკვიანია. მაგრამ რაც ეხება ემოციებს, ხო გეუბნებით, რომ აი ცოტა შეიძლება უჭირდეს ემოციების მართვა ამას. იმიტომ რომ ამბიციურია ძალიან. ნუ სულიერად ნახოთ როგორი ტიპაჟია, სულიერად ვითარდება, კი. აი როგორ არის, იცით, ეს ადამიანი ბევრს კითხულობს,
ამ ადამიანს აქ ინტერესი თქვათ იმისი, რომ даже მე შემიძლია გითხრათ, რომ ნუ ეხლა მაგ და პლუს კიდე ეხლა პენტაკლების მეფე აქ არ არის ესეთი ტიპი, რომ მე რო გეტყოდ ზის და ეხლა სენდვიჩებს ჭამს ბირჟაზე, ნუ შეიძლება. არა. აქ უკვე ტიპი, რომელიც ეხლა თქვათ მაგისტვის არის სულიერად, რას ქვია, აინტერესებს თუნდაც სულ მცირე, შეიძლება სხვათა შორის როგორი კიდე იყოს, ნახეთ, აი რატო მომდის ახლა, იცით როგორი ინფორმაცია მომდის? აი შეიძლება რამეს ყოველ შემთხვევაში მისი თვითონ კითხულობს რაღაც ინფორმაციას, მაგრამ აი თუ დაუშვოთ მის ქალს ენდომება, თქვათ, განვითარება სულიერი და იტყვის, რომ აი რაღაცა კურსი მინდა გავიარო, რაღაცა თქვათ ეს, ნუ მინდა მაინტერესებს წიგნი, მინდა საინტერესო ვიყიდო ამ და ამ თემაზე, ხმას არ მოიღოს, და შეიძლება ფულსაც მისცემს და იტყვის, რომ მიდი გააკეთე, მიდი ისწავლე რა. თვითონ აი როგორ გითხრათ, ეს სააშკარაოდ, აი სულიერად ვითარდება, ხოგობენ კითხულობთ, აინტერესებს, მაგრამ არც თავის პარტნიორს არ დაუშლის იმას პირიქით, თუ გინდა არ ჩავერევი, მიხედე შენ საქმეს. აი ეგეთი ტიპაჟი, კი ბატონო. თვითონ შეიძლება ინტერესის დონეზე კი თვითონაც ვითარდება, რა თქმა უნდა. სამსახური კარიერა. ნუ აქ ახლა გოგოებო, ნუ აქ ძალიან სერიოზული ტიპი არის ვიღაცა, მართლა გეუბნები, თქვენ ახლა უკვე ეთყობა გაიზარდეთ, რომ აქ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მართლა ნუ მე-15 ენერგია, სამსახური კარიერა, ეს ყოველთვის არის უკვე ამ პენტაკლების მეფე, აქ უკვე ადამიანი ძალიან მაღალი დონეს არის, იმიტომ რომ მე-15 ენერგია არის თან კარიერაზე, როცა ადამიანი არის მთლიანად ჩართული თავის საქმიანობაში, რომელიცაც უყვარს ეს თავისი საქმიანობა, რომელიც даже აქ ეხლა ფინანსებს კი ვნახავ, მაგრამ აქ უკვე даже შემიძლია თქვა, რომ ეს საქმე, რომელიც ძალიან მოსწონს, შეიძლება თავისი ბიზნესი ქონდეს და ძალიან ბევრ დროს უთმობს ეგა თავის საქმეს ძალიან, იმიტომ რომ თვითონ არის ანუ ფლობელი შეიძლება აქ მაგიდე პენტაკლი ფლობელი რაღაცა ბიზნესის, საკმაოდ ისეთი ძლიერი ბიზნესის, რომელიც ახლა, მაგრამ ძალიან ბევრ დროს ითხოვს ეგ საქმე მაგისგან გაიგე და ამიტომ აქ უმუშევარი ვიღაცა, გეუბნებით, აქ არ არის ესეთი პერსონაჟი, რომელიც ახლა ზის რაღაცა ძალოვანი შეიძლება კი ბატონო იყოს, შეიძლება სამსახური ისეთი არის, რომელიც თქვათ ნუ ითხოვს მაგისგან ძალიან ისეთ სწრაფ რეაქციებს, შეიძლება იყოს ზოგჯერ ნახეთ ისეთი ტიპაჟი, ნახეთ სამსახური კარიერა მაგისი, რომ შეიძლება ხდებოდეს სიტუაციები, რომ აი რისკთან არის დაუშვოთ ეგეთი მომენტები, შეიძლება იყოს, მაგრამ აქ არის აი მაგის, აი აქ მივეტყოდი, რომ სამსახურის თემას ვაფშე ნუ შეეხებით მაგისას, იმიტომ რომ და უკვე უნდა იყო მზად იმისათვის, რომ ეს ადამიანი ძალიან მაქსიმალურად, ნუ პრინციპში კაცების თვისება, ვინც არის საერთოდ წარმატებული, ძალიან დიდ დროს დაუთმობს ეგ უშუალოდ თავის საქმიანობას და ეს უნდა იცოდეთ ყოველთვის, რომ კაცებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ არასოდეს არ უნდა გეწყდეთ, როცა თქვენი პარტნიორი ძალიან ბევრ თქვა დროს უთმობს თავის სამსახურს, ეს არის მაგისთვის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არ უყვარხართ, რადგან უფრო მეტ დროს უთმობს ეგა საქმე, ეს მისთვის მნიშვნელოვანია. ეს აი გაიხსენეთ ისტორია, რომ კაცი რომ მიდიოდა, ქალი რჩებოდა იმ იმაში რა ქვია, გამოქვაბულში, ხო? ის მიდიოდა ტყეში და ეძებდა იქ თქვათ ახლა მამონტებს და იმ რაღაცებს და მე უნდა მოეტანა ეს სახლში, მაგრამ დიდი ხანი დილით შეიძლება წავედო და შეიძლება საღამოს მოვიდო და ან ვაფშე მეორე დღეს მოვიდო და ხო? იმიტომ რომ ეგენი არიან ასეთი ნუ როგორ არის
მონადირეები რა, ხო სწორედ ამ. ხო და ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ და ეს რა თქმა უნდა გვეცნობიერად ხა მოყვება ადამიანს და კაცები არიან ეგეთები, იმიტომ მაგათი საქმე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს მომენტი უნდა დაიჭირონ და მოგიტანონ, გაიგეთ? ამისთვის ჭირდება დრო. ხო, და ეს იცოდეთ და მეგობრების სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია კიდე მამაკაცებისთვის ეგაც იცოდეთ. ნუ ეს უბრალოდ ისე გეუბნებით. და ну, რასაც გელაპარაკე ფინანსები, ხო გითხარით, ну, რვიანი არის პენტაკლების, ახლა ეს გასაგებია. ადამიანი ძალიან ბევრს მუშაობს, მაგრამ საკმაოდ კარგი ანაზღაურებაც აქვს ამ ადამიანს. ეს არის მაგის, ეს ადამიანი უეჭველი, ან თავისი ბიზნესი აქვს, ან ეს ადამიანი არის ან ქმნის ამ თავის ბიზნესს, ან ну, ძალიან ბევრს მუშაობს, გოგოებო, ну, აქ ძალიან სერიოზული ტიპაჟია რა. არ ვიცი ხა შეიძლება თქვა რა სულ ყველას ახლა ბიზნესმენები შეხვდება. იცი რა, ზოგს შეიძლება ერთი მაღაზია ქონდეს თავისი სიტყვაზე, პატარა მაღაზია და იქ მთელი გულს სულსდებს და ნამდვილად შემოსავალიც აქვს, ხო? შეიძლება ზოგს თქვა ახლა სადმე ადგილი აქვს, რა ვიცი, ბაზრობაზე სიტყვაზე და იქ და შეიძლება ზოგს მართლა ქონდეს ახლა ანუ სხვადასხვა ბიზნესმენები არსებობს, ხომ ასეა. უბრალოდ აქ არის ადამიანი მიზანდასახული, ადამიანი რომელსაც ნამდვილად დებს ენერგიას, ფულს იმას თავის განვითარებაში, ხო? ადამიანი რომელსაც ახლა ნამდვილად ბევრს მუშაობს, ბევრს შრომობს, მაგრამ ნამდვილად ანაზღაურება ძალიან კარგი არის რა. აი შემიძლია გითხრათ. ეხლა მისი პირადი ცხოვრება რა არის? ნუ აი გოგოებო, ნახეთ პენტაკლების, მე პენტაკლების დედოფალი. ну, არ ვიცი ახლა, თუ ეს თქვენი ქმარი არის, ან თქვენი პარტნიორი არის და თქვენი ცანით, ესე იგი ეს უკვე ამას თქვენ ყავხართ. თუ არა და, ну, შეიძლება ახლა ამ წუთში ამ ადამიანს ვინმე ყავდეს. ну, ნახოთ ახლა ჩვენ. ეს ვიღაცა ვინც შენ ყავს. ეს მინდო და გამომეყენებია და როგორ გამივარდა და ორი არკანი აკლია ვერ ვიმუშავებ. კარგი, ესე იგი სხვა. აბა ვნახოთ, ეს ეხლა ეს კალი, რომელიც არის მაგის პირად ცხოვრებაში. ნახეთ ახლა ჩვენ რა შეიძლება იყოს ახლა დღეს. ანუ ეს ეხლა მაგას ყავს ცოლი. თუ რას მეუბნებით, აბა სინამდვილეში, მაშინ რატო გამოჩნდა ამ გოგოს ცხოვრებაში ვერ გავიქე. სამკუთხედი არ გჭირდება ჩვენ. ანუ როგორც ფიქრობდი, ნახეთ, აქ შეიძლება მაგას გიყავს ცოლი. მაგრამ აქ როგორი თემა არის, იცით, შეიძლება იყოს ცოტა თუ დაუშვათ, თქვენ უკვე გაიცანით ეს ადამიანი და ეს ადამიანი გეუბნებათ, რომ მე ეხლა ვარ განკორწინების პროცესში. კი, დაიჯერეთ, რომ ასეა. ეხლა ნახეთ, პირველი, თუ ეს არის თქვენი ქმარი, ესე იგი იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი რაც თქვი, ну, ბედნიერება და კარგად არის, აი როგორც ქმარი არის, ხო თქვენი და აქ მართლა კარგი თემა კი შეიძლება გქონდეთ თქვენ ეხლა ეს ზუსტად ისეთი მომენტები, რომ თქვენ თქვათ, ну, ეჩხუბებით ამას, რომ დროს არ უთმობს ეგ ოჯახს, მაგრამ მაინც იმ დროს, რომელსაც ატარებს ეს ოჯახში, ძალიან მაგისთვის მნიშვნელოვანია რა. შეიძლება თქვენი ცანით ვიღაცა დაუშვათ, ეს თქვენი პარტნიორია. მაგრამ აი დაუშვათ ეხლა რატო გამოჩნდი შენ, თუ დაუშვათ ყავს შენ ცოლი, აი იმ გოგოსთვის, იმიტომ რომ ახლა აქ ძალიან საინტერესო წავიდა ეგ სიტუაცია რა, იმიტომ რომ ესე იგი თქვენ ალბათ უნდა იცნობდეთ ამას. თუ ეს ადამიანი მოდის თქვენთან, მაშინ რატომ აჩვენებენ პირად ცხოვრებაზე ეხლა პენტაკლების დედოფალს, აბა მითხარით, რატო არის ეგეთი სიტუაცია, რატო თქვენ აქ всё. რატომ? და სად მიდის? ხო, გასაგება, სულ მივიღე. ეხლა გეტყვით. ეხლა ნახეთ რა ხდება. რას ელოდები? всё. ეხლა ნახეთ რა მითხრეს. აქ შეიძლება მაჩვენებენ რას, რომ ეს ადამიანი ან იყო და არ შეგიშალოთ. ვინც იცნო თავისი ქმარი, თავის პარტნიორი, მე გითხარით ეს ინფორმაცია, გადაახვიეთ, მოусმით. ეხლა სხვებისთვის, იმიტომ რომ ეს საჯარო გაშლა.
ვინც თქვა დაუშვოთ ახლა ფიქრობს, შემოვიდა ეს ადამიანი თქვენ, რადგან ჩვენ ვეკითხებით, ხო, როგორი უნდა იყოს თქვენი ადამიანი, აქ არავითარ შემთხვევაში ცოლიანი არა. მე ვკითხე ხა, აბა მაშინ ამ გოგოებისთვის რატომ, ხო, ამას აჩვენებთ? მათ ჩვენებენ. ამას გამოცდილება, ეს ადამიანი იყო ცოლიანი, მაგრამ ეს ურთიერთობა დასრულდა უკვე, ხო? უბრალოდ ეგ არის, რომ უკვე ეს გამოცდილება აქ ამ ადამიანს, გაიგეთ, აქ არ არის პროსტო ბიჭი ვიღაცა, თქვათ ახლა ახალგაზრდა, არა, ამას გამოცდილება. მაგრამ აქ ეს ურთიერთობა დასრულდა, კაი ხანი და ეს ადამიანი ეხლა ელოდება ახალ ურთიერთობას. გაიგეთ რა ხდება? იმიტომ მაჩვენებენ, რომ მთლიან თავის დროს ეს ადამიანი დებს სამუშაოზე. გაიგეთ, აქ არ გვაჩვენეს ჩვენ რაღაცა პენტაკლები კი არა, ათასები და რამეები, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის კონცენტრირებული თავის სამუშაოზე. იმიტომ რომ იგდებს მთლიან ენერგიას და მაგრამ უნდა ეს ადამიანი ეძებს სერიოზულ ურთიერთობას, რო იცოს, კიდე პენტაკლების მეფე. ანუ ეს ადამიანი არ არის იმისთვის, რომ მხოლოდ თქვათ, ახლა იგულაოს და მსუბუქი ურთიერთობები გქონდეს. არა. ამას უნდა სერიოზული ურთიერთობა და მზად არის. გაიგეთ, და სხვათა შორის ძალიან კარგად, ფიზიკურადაც კარგად არის, ჯამრთელადაც და ყველანაირად არის ძალიან მაგრად რა, ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ მზად არის ეს ადამიანი. რა უნდა, როგორ უნდა რომ ურთიერთობა ანუ სამკუთხედები არა, ნამდვილად გულისტკენები არა, ნამდვილად არა. სხვათა შორის მაგას იცით როგორი მომენტი, მაგას არ უნდა თქვა, სამკუთხედი შეიძლება აქ გამოცდილება მაგის სხვათა შორის არ გამოვრიცხავ. და ნამდვილად არ უნდა მაგას რომ გქონდეს ეგეთი ურთიერთობა, არავითარ შემთხვევაში რა, იმიტომ მაგენ გამოვიდა, ამას შეიძლება გამოცდილება გქონდეს. ეხლა ჩვენ უკვე ძალიან ისეთი რომ წავიდა, აღარ დავუწყებთ გამოძიებას, თანსაჯარო გაშლა. მაგრამ ამის სხვათა შორის ეს შინია, არ უნდა. მაგას ვეკითხები როგორ უნდა, როგორ შეიძლება მაგ ადამიანთან თქვენ ურთიერთობა ჩამოგიყალიბ და ძალიან ჰარმონიული, ძალიან კარგი, ნახეთ, შვიდი, კარგი, ჯამრთელი, ბედნიერი ურთიერთობა შეიძლება ამ ადამიანთან გქონდეთ. ყველა ვაფშე არ გამოვრიცხავ, ძალიან მაგარი ენერგიები რა. და ამიტომ პრინციპში, აგერ არის, ეხლა დგას და ელოდება პენტაკლების რაინდები. კი, მაგა გადაწყვეტილება აქ მიღებული, რომ უკვე ეს დაასრულა მაგან რაღაცა წარსული დაასრულა, გამოვიდა იქიდან და ეხლა კი, ეს ადამიანი ეძებს თავის დედოფალს. ამიტომ ჩემულამაზებო, იმედი მაქვს, რომ თქვენი ინფორმაცია მიიღეთ, ხო? აღარ გავიმეორებათ ასჯერ კიდე. ან კიდე მოусმინეთ ერთხელ, მაგრამ პრინციპში არ მიკვირს, გაიგეთ, როცა ადამიანი რაც ჩვენ გვაჩვენეს, რომ თვითონ იყო მე-15 ენერგიაში და განულება უნდა ანუ როგორი ტიპი იცი, თქვენ შეიძლება თვითონაც, ბევრი რაღაცა გაქვთ გამოვლილი, თქვენ, აქ ძლიერი პიროვნება, ახლა საერთოდ მე-15 ეს სიძლიერეც არის, გაიგეთ. ხო და ამიტომ ნამდვილად თქვენ გეკუთვნით ესეთი პიროვნება რა, ნამდვილად გეკუთვნით ძლიერი, თქვენ სხვანაირ ადამიანთან ვერც იქნებით, თქვენ უნდა ყავდეთ ეგეთი ძლიერი პიროვნება რა. თუ დაუშვათ, იცანით ეს ადამიანი, იცოდეთ, რომ ამ ადამიანს უნდა თქვენთან ურთიერთობა ნამდვილად და იმის მიუხედავად, თუ დაუშვათ, ბევრ დროს ვერ გითმობს, ესე იგი პროსტო უბრალოდ მართლა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ მატერიალური მხარე გქონდეს მოწესრიგებული. ეს არ არის ეს ტიპაჟი, რომელიც სხვებს უყურებს და სხვის ხარჯზე იყოს. всё, გაკოცეთ, ბევრი მიყვარხარ, ძალიან გელოდებით კომენტარებში, დიდი მადლობა, რომ ჩემთან ხართ, მიყვარხართ.